ეს არის სანდროს სადებიუტო გამოსვლა ბოდიბილდინგში, რომელიც ჩატარდება ჰუალინგ პლაზაში, ზუსტად ამ სცენაზე. ეხლა კიდე სანდროს სახლთან ვართ, წავიდეთ ჰუალინგში და იქიდან შემოგიერთდებით. გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. სანამ ვიდეო დაიწყება, ალბათ უნდა ეთქვა ამბი. რაღაც ეგეთ. დღევანდელი ვიდეო 7 ეტაპისგან შედგება. ესენია: გაგრიმვა, ჩატვირთვა, დაფანფვა, პოზირება, დიდი ბილდერებისგან რჩევების მიღება, დაჯილდოვება და ბოლოს რაც სცენის შემდეგ მოხდა. ცოტა იჩება. მოიმზადე. 2 საათში ვიდას სცენის. დეკემბერია ყლევა. ნოემბერი. დეკემბერი. მალე უნდა გავიგრიმო. ვიცი. გააჯვი. გავაჯო. დავედი შევალე სიტუაცია დაიწყო. ეს სანდრო რომელიც ელოდება გაგრიმოს და კიო ხელი დაგვიქნია ვლოგში ხარ. ეს არის სანდროს კონკურენტი. გამოგართვათ ინტერვიუ. როგორი შეგრძნება, როცა სცენას იზიარებს სანდროსთან. მაგარი შეგრძნება. არც ვიჯერ კარგად არ ვიცი რა შეგრძნება, მაგრამ გავიგე. მალე რა ალბათ. რა. 2 საათში. დავჭი კონტრასტის ლავაში. მოგერო. მოგერო. Adamsan var. Rol sambaştan tegre kazandı. Çok amatöryal yapıyorlar ya. Olmaz kanıtlarım. აგერ ჩვენი ბიჭი იგრიმება. გენეტიკ ბიჭი. რომორჩები, სამიწევში. საკომენტარს გააკეთების ბატონო ნიკოლ. ივერი. Plastikში ყუარ გამოვდება. ცოტა ძალიან გაკლია ფეხი მაგისტრის. ორჩა გაგრიმოს ბიჭი. სანდრო 6 ხლებში გაქვს 30 გრამი ჯემი და 1 კოვზი არაქისის კარაქი. და კოვზი სად გაქვს მითხარი რომ აგიწონა და მოგიტანო. კიო. კაია ჭამა. პირველ სახელოზე ჭამე, ხო? ყველაზე უზარმაზარი. ამერი არ პასუხობს, ამიტომ ნიკამ ითავა ამერის საქმე. რაც აჩვენებად გამოდის. ამიტომ სანერვულო არ მაქვს. ოპა! ეს უნდა გამომეჩინა ვიდეოში. იო, შენ ხელა მარტო ხელი აქე. ეს 6 ვიგიქცა რომ ახლა 4 და მე 2 აჭამა გიოს და ტამერს ვკითხე და მასია ნიკას უთხარი რა. ტამერ რომ ასე მომწევ. ყავს გამსდა. აგე. გამომზადე ხლებცები. ხო, შეჩემა აბა საიდან უნდა. მონაწილეები ხო? ეს მაგნიტოლოგია. მაგრამ კიდე მომისაღება ეხა. როგორი შეგრძნება? ჭომშია რა მშია ძალიან. ქცივა? სიცივითაც მცივა, მაგრამ გაჩერდა. გრიმი აღარ გადაგდის გაგას შეგასრა საკაიფო. მოდი ჩეკინები მინდა რა. ბიჭო 6 ცალი უჭამო ეს 6. არა. აბა 6-იო. 4 ხო მითხარი. 2-2-2-ზე 2 გიომ დაამატა მე. ჯამში 6 გამოვიდა. 20 გრამი არაქისის კარაქი და 30 გრამი ჯემი. დაიჭირე პასპორტი. უცებ გვერდი უცებ. ტროსიგზე რა თეთრები აქვს არჩევილი. ესენი არიან კონკურენტები. სანდრო გაგრიმული გიოს ფორმაში და ესეც მე ვარ. კარგად ვარ. ზივა. ეს არის სანდრო და ეს არის სანდროს საწოლი, სადაც უნდა განთავსდეს და დაისვენოს. ბოლო ჩატვირთვა. ნახევარი საათით ადრე შეჯიბრამდე, ნუ არ ვიცი ამის მერე შეიძლება თაფლი ქონდეს. იგებ. კარგად ვიბოზევრა იგებს. ორივეს. ელენე შენი აზრით რა სიზავს შენი შეყარებული? შევედია რა. აი, მასე ახლა ნუ მიღებ. აი. რა მიხარი? რა სიზავს შენ ხო? ჩემი შეყარებული მოიგებს უეჭველი რა. 28 წელს წავგებს. და ყველაზე პატარა არის ეგრე და გავიწყდი. ყველაზე პატარა კი არა, ყველაზე დიდია. არა, ყველაზე კარგ ფორმაშია და ასე კი ყველაზე პატარა. ხვირო ყველაზე დიდი შეყარებული ყავს. დიდია, ვაფშე ყველაზე დიდია. მშრალი, ძალიან მშრალია.
სტრესში თითი ჩადიოდა იმენა ისეთი ის არის. კაი წავედი ხვებსაც უნდა დაუვარო. გიგიც მოსულა, გიგი რა კომენტარს გააკეთებდი? ჯეზლუ შემოვედი ჯერ, რავი. რატო? არ გიშვებნე? აუ რა ხალხია? დელიგატი გიგი. ეს წინწუს არის. სანდრო იფამბება ნიკა ასწავლის რაღაცეებს. სანდრო კაკრას ეს თასები შენია ე. იქით სხვა ბიჭების დგანან ეს სცენა რომელსაც სანდრო დაიფრობს. ოპა, იწყება გამოსვლა. ეხა სანდრო გამოვა. ბრუნი მარჯვნივ ბრუნი მარჯვნივ სანდრო წინოდნავ. წინ. ბრუნი მარჯვნივ ბრუნი მარჯვნივ თუ შეიძლება უკანა ხაზზე რო გადავიდეთ ყველა სპორტსმენი ნომერი პირველი ნომერი 20 პირველი კოლოუთია და სანდრო უნდა გადაწიონ შუაში. აი ხარ, გეჭიროს. აი, იხავი. ჩაჭირე და დადექი ისე. სანდრო პოზა. ბრუნი მარჯვნივ წამო. რაუხ. ეს არის უკვე ჯუნიორების კატეგორია. 16-დან 23 წლამდე. ბრუნი მარჯვნივ ბრუნი მარჯვნივ მადლობა ეს გახლავთ კატეგორია ექსკიზიტი იუნიორი შეგიძლიათ დატოვოთ სცენა მადლობა ხედავ რამ ხელა ზურგი აქვს შენ შეყარებული. ძალიან დიდია და ძალიან кайფი არის გამოსული ძალიან. ანუ მართლა არავის არ უნდა შეეშინდეს საერთოდ. ეცემობდა რომ დიდი არისო და ანუ ასაკეთ არის დიდი რა. ორჯერ. მაგრამ მართლა იმენა. ბევრად კარგი ხარისხია კიდე იმას. სანდრო გამოყავთ მეორე დრო შეადარონ. ეს არის პირველი კატეგორია, პირველი სადაც გამოვიდნენ იქ. აუ რა კაი ბიჭი ხარ. ბრუნი მარჯვნივ აქედან ნიკა გარნახობს რაკნას და ბრუნი მარჯვნივ ეს ჩოქი ძალიან გიხდება რა იცოდე. ჩოქი ძალიან გიხდება ხელში. ო. გაგვეკატოკე. ბრუნი მარჯვნივ გაგვეკატოკე. აკაი ფორმაშია ბიჭო. ნომერი 10 წინახაზე ნომერი 10 ეგ ჯიშიაშვილი გიბატონო ეხა სანდროს გამოიძახება. ნომერი 13 სანდრო ხარებავა ნომერი 14 გიორგი გუგუშვილი პირველი, მეორე, მესამე. ესენი დარჩენილი ბიჭები, რომელიც მე-4, მე-5, მე-6 ადგილს გადაინაწილებენ. მეგობრებო, ბატონო თაზო, ინტერვიუ რო გამოგართვათ შეიძლება? გამოვა. იგი კომენტარი მჭირდება. რა კომენტარს გააკეთებთ? წვიშ.
მოდელის კატეგორია. შეჯიბრზე. სანდრო ძალიან მაგარია. სანდრო დიდი. Best Physics Field-ს სამივე კატეგორიაში სანდრექსას გინეკომასტია უჩანს ძალიან. სერგო ხონელიძე ბოდიში. როგორ მეთქვა? მიუხედავად იმისა, რომ არ დაგმოკრეტები რაღაც პრობლემები აქვს, ფორმასთან დაკავშირებით, არ დაგმოკრეტები, გინეკომასტია რო არ ყვიროდეს ყველა ჯობრის ოფში რა. ყველანაირ ჯობრის. დიდია გინეკომასტიის ხარჯზე, უფრო გინეკომასტიის ხარჯით უფრო დიდია. თუ მაგაში ძალიან ბევრი ქულები არ დააღლეს, მაშინ სამე კატეგორიაში ყველაზე უნდა გავიდეს რა. შეიძლება ძალიან ბევრი ხული არ დააკლარ მაგის გამო რა. ვერ გაიგებ. სანაც შეიძლება ძალიან ვარი ბიჭია და ჩვენი აქ მაგარი. ზურგი ძალიან განიერი, ანუ ყველანაირად მაგაჭდება. მე ფიზიკში просто მე რომ საჯებში რომ ყოფილიყავი, მაინც სამე კატეგორიაში პირველს დაუწერდი რა. თასი არის სანდროს და ყველა ვარიანტი რომ მოიგოს. სამე კატეგორიაში. ეხლა დაჯილდოვება დაიწყება და სანდროს გადაცემის სავარაუდოდ პირველ ადგილს აქვს. აღნიშნულ კატეგორიაში მეხუთე ადგილი დაიკავა ნომერი 3 გიორგი ჯამალაშვილი. მეხუთე ადგილი ბექა ელკანიშვილი ნომერი 2. მესამე ადგილი ნომერი 4 სერგო ხონელიძე. სანდრო პირველი შენია. გაწუღა ძმამ პირველ შეჯიბრზე პირველი ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა ნომერი 5 სანდრო ხარებავა. გამარჯვებული ტენგის ჯიშიაშვილი ნომერი 1. არა უშავს. ეხა უბნებიან უეჭველი გინეკომასტიის გამო დაგაკეთილ. ეწინა და სპორტის ეწინა და უბრალოდ მოვიდნენ და მითხრან თვალებში ჩამხედონ და რა კრიტერიუმებით მოვიგო. სამართლად გინეკო რო აქვს მაგიტო. მაგრამ ეგრე ავალ მეც პრეს მოვარჯიშებ, ზურგზე ერთი კუნთიც არ მექნება, არც ბიცეპსი არ მექნება და მომაგებინეთ პირველი ადგილი. მადლობა. Best Physics-ი გამოხვალ შენ. მე ფიზიკაში გამო აი ეს მამაკაცი დამიყენეს გვერდით. ესეც მეორე კატეგორია. მეორე ადგილი აღნიშნულ კატეგორიაში ეს ბიჭი აიღებს მეოთხეს. დაიკავა გიორგი ჯამალაშვილმა ნომერი 7. მესამე ადგილი ეს ბიჭი არის მესამეზე. ნომერი 6 სერგო ხონელიძე. ნახოთ აბა პირველ მეორეს როგორ გაიქო. მეორე ადგილი დაიკავა გიორგი დურგუშვილმა. ნომერმა 8 სანდრო ხარებავა. გამარჯვებული გიორგი დურგუშვილი. ეს აბსოლუტური კატეგორიაა, სადაც ხუთივე კაცია და მგონი აქ მესამეზე გავა სანდრო და მეორეზე გავა გიო. მგონი. მესამე ადგილი ნომერი 14 გიორგი დურგუშვილი. აჰა. მეორე ადგილი ნომერი 13 სანდრო ხარებავა და გამარჯვებულია თენგიზ ჯიშიაშვილი ნომერი 10. შეჯიბრია სადამთავრდა. მეს ფიზიკი დამწყები, მეორე ადგილი. მეს ფიზიკი ჯუნიორი, მეორე ადგილი. მეს ფიზიკი აბსოლუტური, ესეც მეორე ადგილი. და როცა ფედერაციის პრეზიდენტს და მსაჯებს გითხეთ ეს რატომ მოხდა, პასუხად ის მივიღეთ, რომ სანდროს გინეკომასტია ჰქონდა და ფიზიკურად ვერ გაიყვანენ პირველ ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგ ფორმაში იყო და ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ამ კატეგორიის სპორტსმენს. ეგრე არა, როგორც ვარაუდობდი რა. ყველა კატეგორიაში იყო პირველი რა, პროსტა წესებია ეგეთი და წესების გამო კარგი აიქულები და კარგა რა. მაგრამ სანერვულო არ აქვს, იმიტომ რომ ფორმა ხო შედგა, თავი ფორმით ჯობდა რა და ეგ პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარებადი არის ასე ვთქვათ. ამიტომ აი თუ ფორმა არ აქვს, ეგ უფრო დიდი პრობლემაა რა. ამიტომ ჩემეზით ფორმა შედგა და სამე კატეგორიაში პირველია. პროსტა ეგ წესები ეგეთია. და მოჩა. კაია შეჩება. ცოტა უკან ჩაიჭერთ. ბიჭა მორისი გემოაქ. იმის მარწყვის შემიაქვს სანდროს ის ვიცი. მეორე რა. მიკა შენ ჯარცი ბარებ. შენ შევამხერე. სანდრო, 1-2 წიან დადება. ლეჟან ყიდია, ბიჭო, რა ორი წინა დადება, შიქუა ეგეთე.
სანდრო მოიგო სამივე კატეგორია რა ოფიციალურად. ამან როგორ მომიგო ბიჭო ამან როგორ მომიგო არ გამომაყალეოთ ეხლა ესეთი უცნაური წესები გვაქვს აქვთ უბრალოდ ვისაც არ ეთყობა ის იგებს. სანდროს მოგება ნახა ხალხმაც საჯებმაც მოიწერა დავითის. მოვედით სახში შეჯიბრიდან სანდრო ჭამა გაიტენა ალბათ ნახეთ როგორ გახდა ვიცე-ჩემპიონის სამ კატეგორიაში სამივე სანდროსი იყო და სამივე სანდროს ეკუთვნოდა მაგრამ სერტიფიკატები დარჩა და ერთხელს ალბათ გადაადნობს ამას ლაპარაკის თავი აშკარად არ აქვს იმდენი ჭამა ეხა პრესი აღარ არის მოგეწონათ ვიდეო უეჭველი და ლაიქი და ახლა გამოიწერეთ პრეტენზია არ გვაქვს იმის გამო რომ მეორეზე გავედით იმიტომ რომ წესები არის ესეთი რომელსაც ვერ შევცვლით მაგრამ რეალურად საჯებმაც თვითონ და ზოგადად ხალხმაც ყველაფერი მაგრამ აქა მოვანათებთ თვითონ საჯებმაც და საჯები და კაროჩე მოიცა კანოჩე წესები არის ისეთი რომ პირველ ადგილზე გასულს გინეკომასტია არ უნდა კონდეს. ხო და რადგან სანდროს რაც არ უნდა პატარა გინეკომასტია ქონდა, ამის გამო ვერ გავიდა პირველ ადგილზე. ეხლა კიდე ნუკნესი ხარ საჭმლის გამო, იმიტომ რომ ისედაც გელოდება იქით კიდე ერთი შეფუთვა. ხალხმაც და მსაჯებმაც ყველაფერი ნახეს რა. ფორმა იყო სასწაულზე უფრო კარგი. მართლა არ ველოდი სცენაზე თუ ესეთი საქართველოში იქნებოდა. სანდროს კონკურენტი ვინ იქნება ჯერჯერობით წარმოდგენა არ გვაქვს. მოკლედ ყველაფერი წინ არის ძალიან მალე გინეკომასტიასაც მოვიშორებ და შემდეგ შეჯიბრზე დაგიბრუნდებით აუცილებლად პირველი ადგილით ან მეორეთი ისევ